საფეხბურთო სალამი მეგობრებო, დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი. დღეს ვისაუბრებ გიორგიონიანზე და სამაგალითო გუნდზე ეროვნულ ლიგაში, რომელიც გამოირჩევა გუნდურობით, ჟინით, მებრძოლისულით და რა თქმა უნდა, სწორი ტაქტიკური მიდგომებით. მოდი დავიწყოთ. გიორგიონიანის შესახებ მე პირადად 20-23 წელს გავიგე, როდესაც იგი გარეჯის მთავარი მწვრთნელი იყო. დავესწარი ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩს და პირდაპირ ვიტყვი გაოცებული დავრჩი თუ როგორ შეუძლია ლიგა 2-ის გუნდს ასეთი სწორი, გააზრებული და ტაქტიკურად იდეალური ფეხბურთის თამაში თქო. შემდგომ მივყევი ამ სპეციალისტს და საკმაოდ საინტერესო სტილი აღმოვაჩინე. მიყვარს, როცა ქართველი ახალგაზრდა მწვრთნელები თავიანთი იდეოლოგიით გამოირჩევიან და არ ბაძავენ სხვას. რაც შეეხება გაგრას და გიორგიონიანის ურთიერთობას, ეს სტატისტიკა ციფრებში ასე გამოიყურება. მისი თაოსნობით გუნდმა 56 მატჩი ჩაატარა, აქედან 20 მოიგო, 9 ფრეი ითამაშა, ხოლო 27 წააგო. მიუხედავად ამ სტატისტიკისა, გუნდი საკმაოდ საინტერესო ფეხბურთს თამაშობს, არ ერიდება მეტოქის სიძლიერეს და ყოველთვის ცდილობენ თავიანთი ფეხბურთი გაატარონ. აგრესიული პრესინგი, კომპაქტური თავდაცვა, მთელი გუნდით შეტევა, დინამიკა, ბურთის კონტროლი, მატჩის კონტროლი ეს მათი მთავარი საფეხბურთო არსენალია. გიორგიონიანის ფორმაციები კი გამოიყურება ასე. ძირითადი ფორმაცია მაინც იყო 5-4-1 ტაქტიკა. პრესინგს გუნდი თამაშობდა 5-2-3, 5-1-2-2-ით და შეტევას ვითარებდა 3-5-1-1 და 3-4-3. მოდი ჩავშალოთ ახლა ეს ყველაფერი. ძირითადი ფორმაცია სტატისტიკურად ყველაზე მეტ მატჩში გიორგიონიანმა მაინც 5-4-1 გამოიყენა. ეს ტაქტიკა იძლევა იმის საშუალებას კომპაქტურად იდგე თავდაცვაში, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში. არ კონდეს დიდი ზონები თავისუფალი და მარტივად დაიწყოს სიღრმით და ცენტრზე გამავალი ფლანგური კონჩეტევები. იგივე 3-4-3 ფორმაციით ან 3-5-1-1-ით, რასაც ონიანი ძალიან მაგრად აკეთებდა მთლიანი სეზონის განმავლობაში. რაც შეეხება პრესინგს, ჩემი საყვარელი პრესინგის ფორმაცია არის 5-2-3, გაგრაც ასე ვთქვათ, ამას ხშირად იყენებდა. რას მოიცავს ახლა ეს ყველაფერი? შენ გაქვს პირველი იმის შესაძლებლობა, რომ მეტოქე გუნდის ორი ცენტრალური მცველი პლუს აპორნი ყავდეს მუდმივად წნეხში. დატოვო მარჯვენა ან მარცხენა მცველი თავისუფალი, რომ მას შენთვის სასიკეთოდ მოაშორებინო ბურთი. პრესინგის დროს ერთგვარი ხრიკია, ასე ვთქვათ, როდესაც შენ ერთი ფეხბურთელი მაინც დატოვო უპრესინგოთ, რათა მას შეძლოს ბურთის ისე მოგერიება, რომ შემდგომ შენ საინტერესო კონჩეტევა წამოიწყო. რაც შეეხება შეტევით ფაზას გიორგიონიანის, გუნდი ხშირად უტევდა 3-4-3 ფორმაციით ან 3-5-1-1-ით, რაც მაქსიმალურად კომფორტულია ჩამჯდარი გუნდებისთვის, როდესაც მეორე ნომრად თამაშობენ. შენ კომპაქტურად იცავ თავს, შეგიძლია ბურთის მოპარვის შემდგომ ცენტრში პლუს ერთი კაცის მეშვეობით სწრაფად აითვისო ფლანგზე დატოვებული ზონები, რაც მეტოქემ დაგიტოვა და დინამიკას აყვეს შემდგომ მთლიანი გუნდი უკვე. დავიწყოთ უშუალოდ ანალიზის გაკეთება. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო კომპაქტურობაზე, კომპაქტურ თავდაცვაზე და მისგან გამოწვეულ კონჩეტევაზე. თუ როგორ შეუძლია გუნდს, რომელიც კომპაქტურად იცავს თავს, დაიწყოს ძალიან კარგი კონჩეტევა. ასევე იყოს დომინანტი თავის საჯარიმოში და აიძულოს მეტოქე, რაც შეიძლება მაღლა ამოვიდეს. ჩავთავ ახლა ეპიზოდს და მივყვეთ. აი ამ კონკრეტულ მონაკვეთში საბურთალო აწვის აუც და შეხედეთ უბრალოდ გაგრას ფეხბურთელებს რამდენი არიან იმ კონკრეტულ მონაკვეთში. 5 კაცით ასე ვთქვათ მარყუჟივით გაუკეთა გაგრა, დაიბნა საბურთალოს ფეხბურთელი და აუტი მოაწოდა შეცდომით, რაც ნიშნავს იმას, რომ გაგრამ ბურთი დაიბრუნა. ანუ მისია ნომერი 1 შესრულებულია, ბურთი დაბრუნებული. ახლა რაც შეეხება ამ დაბრუნებული ბურთის სწორად ათვისებას და გამოყენებას. ანუ თავარი რაც არის, ან ტაქტიკურად გუნდმა ბურთი დაიბრუნა თავის გადაადგილებით და თავის კომპაქტურობით. ახლა ერთვება მეორე ფაზა, ანუ მეორე მისია, რომ გუნდმა უნდა დაიწყოს აქედან კონჩეტევა. ახლა ნახეთ აქ რა ხდება. ცინცაძეს აქვს ბურთი, ანუ ცენტრალურ მცველს, განაპირა მცველები უკვე აუტის ხაზისკენ არიან მაქსიმალურად გაშლილები და იწევენ. ნომინალური აპორნი გაგრასით ჩამოდის უკან, რაც იძულებულს ხდის საბურთალოს, რომ წინა იწიოს და უკან ზონები ცენტრში უკვე ნელა-ნელა თავისუფლდება. ასევე აუცილებლად უნდა დააკვირდეთ მეორე აპორნის გაგრას უბურთო გადაადგილებას, რომელიც ასევე ქმნის ზონას და ასევე დიდი თავის ტკივილია ბენჟამინ ტეილისთვის. ეხლა ჩავთავ კიდე გავაგრძელებ ასე ვთქვათ ეპიზოდს და მივყვეთ. მიიღო ბურთი აპორნმა, გაშალა ფლანგზე, აქ უკვე საბურთალო ცდილობს მაღალი პრესინგის თამაშ აიძულეს მეტოქესო უკან დაწიოს ბურთი. ნახეთ ახლა ცენტრში რა ხდება.
მეკარემ დაარწყა ბურთი, ტეიდი ვალდებული იყო პირველი ბურთისთვის ებრძოლა და всё. ნახეთ ცენტრში რა ხდება, რამხელა ზონა განთავისუფლდა ორი მარტივი მოძრაობით და მარტივი გადაადგილებით. წამოიღო რა ქვია, გაგრამ შეტევა. ნუ არაფერი ისეთი გრანდიოზული არ მოხოლია ამ შეტევას, მაგრამ რაზეც მინდოდა აქცენტი გამეკეთებინა და მე თქვა თქვენთვის, რომ კომპაქტურ თავდაცვას სწორ პირობებში ძალიან მაგარი შედეგი მოაქვს. ანუ შეგიძლია გუნდმა დაიწყო მომაკვდინებელი კონჩეტევა. თუ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს გააკეთებს სწორად და ბრავო გიორგიონიას, რადგან გაგრა ამას ძალიან სწორად აკეთებდა მთლიანი სეზონის განმავლობაში. სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდი, საკმაოდ ბევრი მატჩი ვნახე გაგრასი, მაგრამ ჩემი ფავორიტი მომენტი იმ თემაზე სასაუბროთ, რაზეც მინდოდა მესაუბრა, გაგრას პრესინგი და ის ასე ვთქვათ ჟინი საუკეთესო ეპიზოდი იყო ეს და მაგიტო ამოვარჩი. ეხა ჩავრთავ ვიდეოს და უბრალოდ დააკვირდით ბიჭების მოდომებას, სწორ გადაადგილებას უბურთოს. არ დავიღლები და ყველა ვიდეოში ვიტყვი მას, რომ უბურთოდ გადაადგილება, სწორად გადაადგილება უბურთოდ. ჩანაფიქრის 80%-ია, ასე ვთქვათ, რაც შენ ჩაიფიქრე კონკრეტული მატჩისთვის. თუ გუნდი ამას სწორად ახერხებს, ყოველთვის წარმატებულია ხოლმე შედეგი. ნუ იდეაში ეს მატჩი საბურთალოს გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ტაშის ღირსია გაგრამ აი მარტო ამ მონაკვეთისთვის არის ჩემი აზრით ტაშის ღირსი, როგორც გიორგიონიანი, ასევე თლიანი გაგრა. არ დაგავიწყეთ ანგარიში 1-0 ამ კონკრეტულ ეპიზოდში და მივყვეთ დინამიკას. ნახეთ უბრალოდ რამხელა პრესინგს ეთამაშება გაგრა და როგორი აქტივობით. ახერხებენ კიდევაც აქ ბურთის დაბრუნებას. იძულებული გახადეს მეტოქე რომ მოეგერიებინა ბურთი, დაიბრუნეს კიდევაც და დაბრუნებულ ბურთსაც კი შეხედეთ რამდენი ფეხბურთელი იყო წინ ასული, ამ შეტევას და პრესინგს რამდენი ფეხბურთელი ახვა. ისევ დაიბრუნეს ბურთი მომენტალურად. მეორე პრესინგი, ასე ვთქვათ, მცირე პრესინგის შესრულებით წამოიღო ბურთი ქავთარაძემ და ეხა დააბრუნებს უკან. აქ დავაპაუზებ ვიდეოს, რადგან ცოტა ცლად მინდა ვისაუბრო. როდესაც შენ ეთამაშები სატურნირო ცხრიში პირველ ადგილოსან დომინანტ გუნდს, ანგარიში მიყავს და შენ 10 კაცით უტევ და ამხელა პრესინგს ეთამაშები, მართლა ტაშის ღირსი ხარ, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამას ჭირდება გამბედაობა. რასაც გიორგი ონიანი მთლიანი სეზონის განმავლობაში აკეთებდა. არ ქონდა მნიშვნელობა გაგრა ვის ეთამაშებოდა. იყო რაღაც ჩანაფიქრი მისი მხრიდან ტაქტიკური, როდესაც სუზუკუნთ ეთამაშებოდა და აუთმობდა ხოლმე ბურთს, მაგრამ დინამიკაში 5 წუთი იქნებოდა ეს, 10 წუთი იქნებოდა თუ უფრო მეტი, გაგრა მაინც თავის ფეხბურთს თამაშობდა ყოველთვის და გაგრას ფეხბურთი არის ეს. შეუტიოს, რაც შეიძლება აგრესიულად, კომპაქტურად ითამაშოს სწორი გააზრებული პრესინგი, რასაც მე მივესალმები, არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეს და უბრალოდ დააკვირდით გადაადგილებას, დგომს ფეხბურთელების და 10-ვე ფეხბურთელი არის მეტოქის საჯარიმოში. რა თქმა უნდა, ამას მოყვება ხოლმე რისკები, თუ შენ აქ ბურთი დაკარგე, მიიღებ ძალიან ცუდ კონჩეტევას. ამ კონკრეტულ მონაკვეთშიც იგივე იყო, მაგრამ მაინც ტაშის ღირსია გიორგი ონიანი და გაგრა. ჩავრთავ ახლა ვიდეოს და მივყვეთ ისევ. აქ დაკარგავს ბურთს გაგრა და წამოიღებს საბურთალო კონჩეტევას აი ამ მონაკვეთში, ნახეთ. წამოვიდა კონჩეტევა და მორბის თლიანი გაგრა უკან. რისი თქმა მინდოდა კიდე. სავსებით საკმარისია, დღეს უკვე ძალიან ბევრი დომინანტი და ასე ვთქვათ ცნობილი მწვრთნელი იყენებს უკვე ამას, ოდესაც თლიანი გუნდით უტევს. გუნდი უკან რჩება 2 ან მაქსიმუმ 3 ადამიანი. იმ კონჩეტევის მოსაკვლელად ის 3 ადამიანი ჩემი აზრით სავსებით საკმარისია. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც გაგრა 3 ფეხბურთელი იყო უკან, ერთმა ფეხბურთელმა მოასწრო ჩამოსვლა და რა თქმა უნდა თლიანი გაგრა ისევ და ისევ უკან იწევდა. კი რა თქმა უნდა გაუშვა გოლი, მაგრამ ვარ მაგაუქმა, იმიტომ რომ ხელზე მოხვდა იური ტაბატაძეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან დადებითი ეპიზოდი იყო ეს ჩემთვის და აუცილებლად მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის. ვიდეოს შესავალში ვახსენე დინამიკა, ბურთის და მატჩის კონტროლი. ჩემთვის ეს სამივე ზემოთ აღნიშნული აი ამ ერთ ეპიზოდში იყრის თავს. ჩავრთავ ახლა ვიდეოს და უბრალოდ დააკვირდით როგორ იწყებს გაგრა შეტევას, რა სწორად დგას გუნდი, რა სწორ გადაადგილებებს აკეთებს
აპორნი, ასე ვთქვათ, გაგრასი, ცენტრში რამხელა ზონა არის განთავისუფლებული. ამ ყველაფერს ქვია ტაქტიკური ხრიკები, რასაც მწვრთნელები მიმართავენ ხოლმე. ეს კონკრეტული მონაკვეთი არის გაგრა თელავის წინააღმდეგ და ამ კონკრეტულ ეპიზოდს მოხდა თან გოლი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩავთავ ახლა ეპიზოდს და მიყვე დინამიკას. წავიდა მეკარისგან ისევ მოკლე პასებით ამოსვლა, ამოტანა ასე ვთქვათ ბურთის, ცინცაძემ გააძვრინა ერთი პასი ცენტრში, ნახეთ რა მარტივად ამოდის გაგრა უბრალოდ თავიანთი საჯარიმოდან და სიღრმიდან, სულ რამდენიმე პასის მეშვეობით გიორგი ხარებაშვილმა შეძლო და გაიტანა გოლი. ცალკე აღსანიშნავია, რა თქმა უნდა, ხარებას დიდებული სეზონი, საოცარ ფორმაში ეს ბიჭი და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდ ფეხბურთს ითამაშებს ის. ძალიან მიყვარს მისი ეს მიდგომა ფეხბურთისადმი, რაც ბოლო პერიოდში მან შეიცვალა, ასე ვთქვათ, და განაგრძობს განვითარებას და წინსვლას. რაც მთავარი ფაქტორი იყო, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, ასე ვთქვათ, მიმდინარე სეზონის გაგრასთვის. ამ ეპიზოდზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, უბრალოდ უნდა ისიამოვნო, დატკბეთ ამ ყველაფრით, რადგან ამას აკეთებს გუნდი, რომელიც საფეხბურთო ცხრილის ქვედა სიაში არის, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საყურებელია ჩემთვის ეს ყველაფერი.